გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. დავით სონღულაშვილი ამჯერად მუხურში მეფუტკრეებს შეხვდა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საანაშენე ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა ფერმერებთან ერთად დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ფუტკრის დაავადებებზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ერთად შპს ჯენტრი ინვესტმენტის საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესსაც გაეცნო. ასევე შეხვდა მეთხილე ფერმერებს, როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია ფერმერებს არაერთ პროგრამას სთავაზობს. ძალიან ინტენსიური დღე იყო, ქონდა მუხურში შეხვედრა მეფუტკრეებთან, ასევე ზუგდიდში მოცვის პლანტაციაში და მოცვის წარმოებულ ფერმერებთან, ასევე თხილის წარმოებულ ფერმერებთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის და მინდა აღვნიშნო, არაერთ გზის გვითქვამს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, უშუალო კონტაქტი, რადგან ადგილზე მოვისმინოთ. თუ რა საჭიროებები აქვთ, რომ შესაბამისი რეაგირებები გაკეთდეს, შესაბამისი მხარდაჭერები გაკეთდეს და ადგილზე გავესწროთ ყველა იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს, რადგან სოფლის მეურნეობა სჭირდება გამორჩეული მხარდაჭერა და შესაბამისად იყოს მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად მოცვასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ იზრდება ყოველწლიურად ექსპორტი წლევანდელი წელი გამორჩეულია ამასთან დაკავშირებით, იხსნება ახალი ბაზრები, რაც ამ კულტურას დამატებით საექსპორტო პოტენციალს ზეს და თავისთავად ცხადია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურა არის. ჯამში წლევანდელ წელს მოცვის ექსპორტით მიღებული შემოსავალი $40 მილიონ და რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კულტურის მნიშვნელობას და ძალიან და არის ერთ-ერთი გამორჩეული. რაც შეეხება თხილთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნოთ, რომ თხილში არსებობს გამოწვევები, რომელიც არის ბაქტერიული დაავადებები. დღეს აქ იყვნენ წარმოდგენილი ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ასევე სურსათის სურნებლობა. ადგილზე კიდევ ერთხელ გავეცანით და მოხდა შეხვედრა ფერმერებთან, კიდევ ერთხელ იმჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ კუთხით არსებობს, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რაც თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ არის მიმართული იმისთვის, რომ ფერმერებთან არსებულ გამოწვევებზე იყოს მყისიერი რეაგირებები. ძალიან მოხარული ვარ დღეს ბატონ მინისტრს რო შევხვდი, ეს იმედს გვაძლევს იმისას, რომ მეფუტკრეობის საქმე კარგად გაგრძელდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ ამჟამად, მოყავს ახალი ტკიპა, რომელსაც ტროპი ქვია, რომელსაც ვუმკლავდებით მეფუტკრეები, გვეხმარება სურსათის ეროვნული სააგენტო, გვეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროც პარალელურად და ყველანი ჩვენს გვერდით არიან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქისტოუნაგროს ბაღში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. გვაქვს გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 2000 ტონა მოცვის გადამუშავებას უზრუნველყოფს სეზონზე. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებში, სადაც ვცდილობთ, რომ მარკეტების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და საექსპორტო ბაზრების რიცხვი გავზარდოთ საქართველოდან. წელს მოსავალი კარგი ჩანს, თუმცა წამლობა პრევენციული აუცილებელია, მაგრამ ეს დაავადება არის ყველაზე საფიქრებელი, რომ ჩვენთანაც არ მოვიდეს და ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდზე, რომ მალე გამოვლინდეს ამ დაავადების მიზეზი და რა ოპერაცია რა ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს, რომ აღნიშნული დაავადება დავამარცხოთ, რომ სხვადასხვა ჯანმრთელ მცენარეზე არ